სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. ყოველთა აღდგომასა წინასწარ ნებისა შენისა მოასწავებდი. ამისთვისა მეგობარი შენი ლაზარე აღადგინა. ესე იგი, ყოველთა აღდგომასა წინასწარ ნებისა შენისასა მოასწავებდი. აი ეს არის დღევანდელი დღის სულიერი პური თქვენდამი, რითიც უნდა დავპურდეთ ჩვენ, რომ რა მოხდა, აი რა არის, რას აღნიშნავს დღეს ეკლესია. დღეს ეკლესია იხსენიებს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას. თქვენ მოისმინეთ სახარება, სადაც აღმოკითხული იყო ეს შინაარსი, თუ როგორ აღადგინა უფალმა 4 დღის მკვდარი, რომელიც აყროლებული იყო. იქაური კლიმატი ისეთია, რომ 4 დღეში აბსოლუტურად იხსნება გვამი და მოვისმინეთ, წავიკითხეთ, როგორ აღადგინა უფალმა მკვდრეთით ლაზარე და აი ამ სიტყვებში კი ჩანს, ესე იგი, დღეს რას შეგვახსენებს, რას მოძღვრავს ჩვენ ეკლესია. თქვენ იცით, რომ მთავარი ლიტურგიულ ცენტრში დგას აღდგომის რწმენა. აღდგომის რწმენის გარეშე ვერ არის ჩვენი რწმენა სრული და მტკიცე. და აი ზუსტად ამას ვკითხულობ ჩვენ სახარებაში, როდესაც უფალი მიმოვიდოდა აი ამ მიწაზე, იგი თავის მოწაფეებს, თავის მოციქულებს ძირითადად აი ამაში, ამ აღდგომის სარწმუნოებაში განამტკიცებდა და ძალიან ნათლად არის წარმოშენილი ეს აი მართას და მარიამთან დიალოგში, უფალი როდესაც მათ ელაპარაკება და ძალიან მოკლედ სახარება საკმაოდ ვრცელი არის. პირველიდან 45 მუხლის ჩათვლით არის, მაგრამ ჩვენ ძალიან მოკლედ ამ ხელა სახარების კომენტირება ეხა შეუძლებელია, მაგრამ ძალიან მოკლედ გავამახვილოთ ყურადღება ამ ძირითად საკითხებზე, რომლის გარეშეც ჩვენი სულიერი დაპურება ვერ იქნება. პირველი, ესე იგი, რაზეც სახარება ამახვილებს ყურადღებას, რომ იყო ვინმე უძლური ლაზარე, ეს ლაზარე იყო სნეული და იყო ქრისტეს მეგობარი და უყვარდა უფალს მართა, მარიამი და მისი და მათი ძმა ლაზარე. ესენი მართა და მარიამი და ლაზარე იყვნენ დედმამიშვილები. შესაბამისად, პირველი რაზე ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ, ხაზი არის გასმული, რომ უყვარდა იესოს მართა და დაიმისი და სნეული იყო ლაზარე. აი პირველი რაზეც გვინდა რომ ყურადღება გავამახვილოთ, ჩვენ ძალიან ხშირად ჩვენი ურწმუნოება გამოვლინდება ძალიან ხშირად იმაში, რომ როდესაც ჩვენთან მოდის განსასწრელი, გინდა სნეულების სახით, გინდა დაუშვათ რაღაცა სხვა განსასწრელი სხვა სახით, ჩვენ იმ წუთში ვამბობთ, რომ სად არის ღმერთი? და აი აქ უკვე ამ სახარებაში უკვე ნათლად არის ნათქვამი, რომ ესე იგი ლაზარე სნეული იყო, თან სასიკვდინედ დასნეულებული და 2 გზის, 3 გზის არის ნათქვამი, რომ უყვარდა ქრისტეს ლაზარე და მისი მეგობარი იყო. ესე იგი, რა დასკვნა აქედან, რომ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ განსასწრელი გვეწვია, უფალმა მიგვატოვა. პირიქით ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი და ეკლესიის მამები განმარტებლები, რომ პირიქით ხდება. ძალიან ხშირად უფალი სწორედ იმას უგზავნის, სნეულებას იმას უგზავნის განსასწრელს, ვინც უყვარს. ეს პირიქით არის. და ამაზე ჩვენ არაერთგზის გაგვიმახვილებია ყურადღება ბიბლიაში, იგავთა წიგნში ესეთ სიტყვები წერია, რომელიც უყვარს უფალს, ტანჯავს მას და რომელიც შვილად გამოირჩია და სწყლავს და ტანჯავს მას. პირდაპირ წერია ეს შინაარსი. შემდეგ, რაზეც მინდა რომ თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ ესე იგი, როდესაც უთხრეს უფალს, რომ ლაზარე სნეული არის, უფალი ამბობს ესე სიტყვებს, რომ ეს სნეულება არ არის სასიკვდინე, არამედ რაითა იდიდოს ღმერთი მის მიერ. ჩვენ ხედავთ, რომ ლაზარე მოკვდა. აბა რა ხდება, რა არ იცოდა უფალმა? არამედ რათა იდიდოს ღმერთი, ესე იგი, უფალმა უწყის იქ რა უნდა განაგოს.
ყოვლით ურთ იდიდება უფალი, აი ამ ხილულ სამყაროში ყველაფრით იდიდება უფალი. აი ჩვენ თუ ჩაუღრმავდებით, ხო? ყველა მოვლენით იდიდება უფალი. მაგრამ უბრალოდ ჩვენ გვაკლია ეს ჩაღრმავება და ჩვენ გვაკლია ის, რომ ღვთის განგებულება მიუწვდომელია. მივხვდით? მიუწვდომელია, შეუცნობელია ღვთის გზები და თურმე უფალი ამბობს, რომ ეს ნეულება სასიკვდინე კი არ ყოფილა, არამედ რათა იდიდოს ღმერთი მის მიერ. შემდეგ უფალი ბრძანებს ეუბნება თავის მოწაფეებს, ისინი მოშორებით არიან ბეთანიიდან და ისი უფალმა როდესაც გაიგო ლაზარეს ნეულების ამბავი, ეუბნება მოწაფეებს, რომ იქ გაჩერდა 2 დღე. და მე ეუბნება მოწაფეებს, რომ ლაზარე მეგობარმა ჩემთან დაიძინა. ამ დროს ლაზარე მკვდარია. არ იცის უფალმა, რა თქმა უნდა იცის, გულთა და თირკმელთა გამკითხველმა, რა თქმა უნდა იცის, მოკვდა ლაზარე, მაგრამ ეს სიტყვა სწორად იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აი მოგვიახლოვდა აღდგომის დღესასწაული და ქრისტეს აღდგომის შემდგომ სიკვდილი არ არსებობს, აღარ არსებობს სიკვდილი. განქარდა სიკვდილი. ქრისტე აღდგა მკვდრეთის სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, ამას ნიშნავს. ძილი არის ესა. მიიძინებს ადამიანი და როგორც ლაზარეს უფალმა მოუწოდა, თქვენ ხედავთ აი ამ სახარებაში მოისმინეთ, ესეთ სიტყვები უთხრა. ლაზარე გამოვედ გარეთ. აი ესე თითოეული ჩვენთაგანი სახელობით გაიგებთ და წამოვდგებით იმ მიძინებიდან. აი ამას ამბობს, რომ ყოველთა აღდგომასა, პირველ ნებისა, შეისასა წინასწარ მოასწავებდი. ანუ ამ სასწაულით ქრისტემ ყოველთა აღდგომა წინასწარ მოასწავა და ვინ იტყვის იმას, რომ ესე არ იქნება და უფალი ვერ შეძლებს ამას? აგერ არის, აგერ წერია. აგერ არის მოთხრობილი და თუ უფალმა ლაზარე აღადგინა, სხვას ვერ აღადგენს? აი ეს არის ძირითადი შინაარსი, ჩემო ძვირფასებო, სწორედ ეს არის, რომ სიკვდილი ძილი არის და აი ამ ეს მიძინება ყველას წინ გვაქვს და ფაქტიურად აი ამ დიალოგში მე გითხარით თქვენ, რომ მართას და მარიამთან დიალოგში უფალმა მთელი საღვთისმეტყველო შინაარსი მოგვითხოვ სიკვდილთან დაკავშირებით. ნახეთ რა ხდება, როდესაც ჯერ მართა წავიდა და როდესაც შეხვდა უთხარა, რომ უფალო, შენ რომ აქ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა. და უფალი ეუბნება, რომ აღდგება შენი ძმა. და მართა ეუბნება, რომ ვიცი რომ აღდგება მეორედ მოსვლის ჟამს. ანუ მას სარწმუნოება აქვს. ისინი ქრისტეს ქადაგებებს ისმენენ, უფალი მათ განსწავლის, მაგრამ არაჯეროვანი. მივხვდით? აი ეკლესიის მისიას დღეს სწორედ ეს არის, რომ ეკლესიაში მოსული ადამიანი, რომელსაც აუცილებლად აქვს სარწმუნოება. ხო? აი ეკლესიის მისიაც ეს არის, რომ განმართოს, გაასწოროს, სწორად წარმართოს მისი სარწმუნოება. ჩვენ მოვდივართ ეკლესიაში. მაგრამ იცით, აი მოძღვარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად მოძღვარს გულისხმობთ, თორე კონკრეტულად კი არა. ეკლესიაში მოძღვარი რომ არის, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ ჩვენ ეკლესიაში კი მოვდივართ, მაგრამ ჯერ არ ვიცით. რა არის ჩვენი სარწმუნოება? ჩვენ მადლობა ჩვენ წინაპრებს და ჩვენ წინაპრებს აუცილებლად დღეს დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ და ჩვენ ამ საკითხს მოუბრუნდებით, იმიტომ რომ დღეს არის ასევე ხსენება და ქებაი და დიდებაი ქართული ენისაი და მადლობა ჩვენ წინაპრებს, რომ ჩვენში სარწმუნოება არის, მაგრამ განმართვა ჭირდება, გასწორება ჭირდება, სარწმუნოება, აი როგორც ესე იგი უფალი ეუბნება, აღდგებაო შენი ძმაო. მაგრამ ის ეუბნება, ვიცი რომ აღდგება მეორედ მოსვლის ჟამს. და უფალი ეუბნება, მე ვარ აღდგომა და ცხოვრება. მივხვდით, აი ასწავლის ამას ვინმე ჰურიას კი არ ეტყვის, იმიტომ რომ იმას უთხრას, მე ვარ აღდგომა და მე ვარ ძეღვთისა. ისინი ქვებით ჩაქოლავენ, იმიტომ რომ ეუბნებია შენ იყო ესეთ შემთხვევაც. გესმით ხომ? ანუ ადამიანი რა საზომშიც არის, იმ საზომში ასწავლის უფალი და მე ვარ აღდგომა ეუბნება მართას. ესე იგი ორი აღდგომის შესახებ მოგვითხრა უფალმა აი ამ საღვთისმეტყველო შინაარსში. რა პირველი რომ ლაზარე აღდგებაო ეუბნება და ეს საქმითაც დადასტურდა და აღდგა ლაზარე, ხო დაინახეთ. და მეორე რომ ქრისტე არის აღდგომა და უფალი ეუბნება რომ ვინც ირწმუნებ ჩემსას
რომ მოკვდეს კიდეც აღდგება. ეს უკვე არის მეორედ მოსვლის დროს აღდგომა, როდესაც ჩვენ სიკვდილი დადგება ჩვენი და მერე იქნება აღდგომა, მერე მოხდება აღდგომა. აი ეს თხრობა არის აქ აი ამ დიალოგში და შემდეგ მიდის უფალი ბეთანიაში იქ უამრავი ხალხია შეკრებილი, მინდა გითხრათ, რომ ეს ლაზარე და მართა და მარიამი არა უჩინო გვარის წარმომადგენლები იყვნენ, საკმაოდ შეძლებული ხალხი იყვნენ იმ პერიოდის ებრაელებში და ძალიან ბევრი იყვნენ მოსული მათთან სამძიმარზე, ესე რომ ვთქვათ. და აი ამ ბევრ ადამიანს შორის იყვნენ ისეთები, რომლებსაც გულწრფელად რწმენოდათ უფლისა, მაგრამ იყვნენ ისეთების, რომლებიც ისი თქვენ როგორ ჩასაფრებული იყვნენ ფარისევლები, ხო, აბა რამე რომ შეშლოდა და ამის გამო მერე სამჯავროზე წარედგინათ. აი ეს კატეგორია ამბობს, რომ როდესაც დაინახეს, რომ უფალი მივიდა საფლავთან და ტიროდა. აი ნახეთ, სახარებაში ძალიან ხშირად წერია, მოშივდა უფალს, ტიროდა უფალი ან რაღაც ესეთი მსგავსი რაღაცები, ამ შემთხვევაში ქრისტეს ადამიანური ბუნება არის მოთხრობილი და როდესაც ურიებმა დაინახეს, რომ ტირის უფალი, აი როგორ უყვარდა, ნახეთ. და იმას მოულინა სნეულება და ის მოკვდა, ხო? და ამის მერე ვინმე თუ იტყვის, რომ ვიღაცას განსაცდელი შემთხვევა და აი არ უყვარს ეს უფალსო, ეს ხო არ იქნება სიმართლე, საყვარელო, ხო? ნახე როგორ უყვარს უფალს. აი წარმოგიდგენიათ ქრისტე რომ შენს გამო ტიროდეს? ხო და ასეთ სახეთ უყვარ ვარ ჩვენ ყველანი ქრისტეს რო იცოდეთ. და მისი მეგობარი იყო. როგორი სიტყვა? ქრისტეს მეგობარი იყო და დასნეულდა და მოკვდა. და ჩვენ უღირსნი, ცოდვილნი, მრავალთა ცოდვათა და ვნებათა და უსჯულოებათა შინა განფრდილნი და თუ ჩვენზე მოიწევა სნეულება და განსაცდელი და მოკვდებით, რა და სამდურავი ვარ კიდე? და როდესაც დაინახეს, რომ ტირის უფალი, ისინი ამბობენ, აი ეს კატეგორია, რომელიც ეგან გითხარით, რომ ჩასაფრებულები არის, აი ნახეო როგორ უყვარდაო ლაზარეო. და არ შეეძლო ეხა ამასო, რომელმაცო ბრმასო თვალი აღუხილაო, რომ ლაზარესთვის ეშველაო, წარმოიდგინეთ, განკითხვის მანკიერება რა საშინელი და რა ვერაგი და რა საზიზღარი შესახედავია. ნახეთ, რომ ესე იგი იციან, რომ ბრმას თვალი აღუხილა. იმას კი არ იძახიან, რომ ვა რა დიდია ეს. უბრალოდ თქვან ესე, რომ რა დიდია ეს ადამიანი, ნახე, ბრმას თვალი აუხილა. და მოდი იქნება რამე უშველოს, ესე კი არ ამბობენ. ამასო არ შეუძლიაო იმ ბრმას რო თვალი აუხილაო, ამისთვის რამე ეშველო, ანუ განკითხვის შედალოცვილო, ის თუ დაინახე ბრმას თვალი აუხილა, კიდე განიკითხაო? ეს ხო შეუძლებელია ადამიანური ძალებისთვის, ხო? და აი მაშინ უფალმა შეძრწუნდა სულით წერია სახარებაში. ისიც რატო შეძრწუნდა? აი უსაზომო იქ ტირილი და ვიშვიშით. ეს სხვათა შორის ეს ჩვენ რო გვაქვს ეს როიცა ის დასავლეთში უფრო იციან ხოლმე, აი რაღაცა ისეთი დატირება, რაღაცა აი სახეს იხოკავენ და რაღაც ესეთი რაღაც. ეს იყო ძველ ჰურიებში იყო გავრცელებული, ქირაობდნენ ხოლმე დამტირებლებს და ფულს უხდიდნენ. ეს ძალიან ცუდი რაღაც გადმოვიღეთ ჩვენ მათგან. და რომ მივიდა დაინახა ეს უსაზომო გლოვარება. სიკვდილის გამო, ადამიანის სიკვდილის გამო შეძრწუნდა სულითა. და ვითარცა რისხვითო, თქვა, ანუ გაბრაზებული, სად არის, სადაც დასდევით. და აიღეთო ეს ქვაო, რა თქმა უნდა, უფალმა ისიც იცის, სად დასდვეს და ის რა, ვინც მკვდარს აღადგენს, არ შეუძლია ის ქვა იყოს, იქა და ისე აღადგინოს, მაგრამ თანამონაწილე ხო ის ჰურიები, რომლებიც იქ იყვნენ, ხელით შეეხენ ისინი სასწაულს. აი რა სიტყვიან ისინი სამჟავროზე, როცა წარდგებიან, რატომ არ ვირწმუნეთო? რა სიტყვიან, ვერაფერს ვერ იტყვიან, დაიყოფა მათი პირი, იმიტომ რომ ხელით ქვა თვითონ გადმოაგორვეს. ის სუნი ყველამ თვითონ იგრძნო იქ რა სუნი იყო. და უფალი როგორც ხელმწიფე სიკვდილისა და სიცოცხლისა და ყოველივესი უბრძანებს ლაზარეს, გამოვედგარე და გამოდის ლაზარე
შეკრული ფერხითა და ხელითა და ეუბნება უტევეთ ვიდოდეს. მინდა გითხრათ და შეგახსენოთ და გაგახსენოთ რომ აქ წერია სახარებაში რომ მრავალთა ჰურიათა რწმენაო მისიო აი ამ სასწაულის ხილვის გამო და ის კატეგორია კი მოსაკლავად ეძებდნენ მკვდრეთით აღდგომილ ლაზარეს, რომელიც მინდა გითხრათ შეგახსენოთ რომ მკვდრეთით აღდგომის შემდგომ წლების მანძილზე განაგებდა კვიპროსის ეკლესიას. კვიპროსის პირველი ეპისკოპოსია ლაზარე მკვდრეთით აღდგომილი წლების მანძილზე და შემდგომში ღვთივ მიისვენა და თუ ვინმე შემოგეკამათება თქვენ და შემოგვეკამათება ჩვენ და გვეტყვის რომ როცა ჩვენ მივდივართ და მოძღვრავთ ადამიანს მიცვალებულთან დაკავშირებით, სიკვდილთან დაკავშირებით, მარადიულ ცხოვრებასთან დაკავშირებით, თუ კი ვინმე შემოგვეკამათება ჩვენ რომ თქვენ საიდან ისით ეს ყველაფერი, თქვენ შეგიძლიათ უთხრათ რომ ჩვენ გვყავდა ეპისკოპოსი ჩვენ ეკლესიას, რომელიც მკვდარი იყო, აღადგინა უფალმა მკვდრეთით და მისგან ვიცით ჩვენ ეს ყველაფერი. მისგან გვაქვს ეს ყველაფერი გადმოცემული და სხვა კიდე მრავალი თხრობა არის ეკლესიაში, რომელიც არც მე მომიფიქრებია და არც არავის საკუთარი თვალით ნანახი არის და საკუთარი ხელით არიან შეხებული აი ამ სასწაულს. როგორც გითხარით, საკმაოდ ვრცელია დღევანდელი სახარება და აი ესე მოკლედ გითხარით მე ამ სახარების შესახებ და თავარი რაც არის რომ დღევანდელ დღეს აი გუშინ ვინც ლოცვაზე იყავით გითხარით რომ დღევანდელ დღეს უკვე აი ჩვენ აღდგომა მოგვიახლოვდა ესე იგი ადამის 60-დან გამოდევნის შემდგომ მთელი 5600 წელი კაცობრიობა ჯოჯოხეთის ტყვეობაში იყო. ჯოჯოხეთი ხახა დაღებული იყო და მის მუცელში ცვიოდა ყველა მკვდარი, ყველა გარდაცვლილი. გესმით თქვენ? და დღეს ლაზარე მოსტაცა, ქრისტემ გამოიტაცა მისი მუცლიდან და დღეს ჯოჯოხეთი იწყებს ქოთქოთს. ძრწოლას და ხვდება რომ მისი საქმე ცუდად არის. და თქვენ ხედავთ აი აღდგომის ხატს ის სწორედ ჯოჯოხეთია რომელიც შეიმუსრა და ქრისტე მიხედა როგორ ამოიყვანა აი ამ დღესასწაულის მოლოდინში ვარ ჩვენ და იდებოს ღმერთმა რომ ახლა ნებიშვიდეული განსაკუთრებულია თქვენ მოგეხსენებათ უკვე ორშაბათიდან იწყება და განსაკუთრებული ბრძოლაც არის ხოლმე ნებიშვიდეულში პირადულათაც თქვენს გეუბნებით გაფრთხილებ ხიზლად იყავი და ზოგადად ჩვენ ქვეყანაში ჩვენი ქვეყანა არის სახე აი თუ კი რამე რაღაცა გინდა ნახო, აი ნახულობ, აი აქ არის ხოლმე. აქ აი ისე დაიწყება ხოლმე რაღაცა ქარიშხალი დაუბერას, უკვე ხვდებით რომ რაშია საქმე და უკვე ვიცით. მადლობა უფალს ამ გამოცდილებამ უკვე ვიცით რომ ეს ჩადგება. ქარია ის. მიდგება, მოდგება და ჩადგება. და ჩვენ არ შეგვიძლია არ ვთქვათ, აი დღეს როგორც გითხარით არის ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი და ეკლესია ჩვენი იხსენიებს აი ჩვენი წინაპრები დღევანდელ დღეს შეიძლება ესე ითქვას რომ გვამხნევებენ გვაძლიერებენ დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად და გვაძლიერებენ იმით და გვახსენებენ უпростоრად რომ ჩვენ ძალიან ხიზლად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ქართულ ენას, ანუ ენაში ძველ ქართულად ერი იგულისხმება და ქართველ ერს განსაკუთრებული მისია აქვს. და ჩვენ მოვისმინეთ როგორ აღადგინა უფალმა 4 დღის მკვდარი ლაზარე და იოანე ჩვენი დიდი წინაპარი იოანე ზოსიმე ასეთი ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა იცი თქვენ ეს წინასწარმეტყველება ახლა კანონიკურად არ არის აღიარებული, მაგრამ იოანე ზოსიმე აქ ამბობს რომ დამარხულა არს ენა იგი ქართულიო, დამარხული ანუ შენახულია. საწამებელო, ესე იგი დღემდე მეორედ მოსვლისა ვიდრეო, მანამდე დამარხულა არსო. საწამებელად ყოვლისა ერისა, ანუ ამენით ამხელსო ღმერთი მეორედ მოსვლის დროს კაცობრიობა, ამ ერით, რაშიც იგულისხმება, რომ ჩვენ მტკიცეთ უნდა ვიდგეთ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე და აი დამემოწმებით ყველა რომ დღეს სოფლიოში
ისე გალანძღული, ისე დაწუნებული, ისე მიწასთან გასწორებული ერი სოფლიოში გულისხმობა ამას სოფელში. ჩვენზე უფრო არ არის. ჩვენზე უფრო გალანძღული ერის აი ამ წუთის სოფელში არ არსებობს. და აი ეს ენაო და ესერიო დაწუნებული იოანე ზოსიმი ამბობს სახარებაშიო ლაზარე ქვიაო მასო და როგორც აღადგინა უფალმა 4 დღის მკვდარი ლაზარე აი მეორე მოსვლის დროს აი ესე აღადგენს უფალი ჩვენს ენას და ჩვენს ერს აი ეს ამას გვახსენებს დღევანდელ დღეს ჩვენი ეკლესია პირდაპირ არის აი ოფიციალურად განჩინებულია კალენდარში წერია რომ დღეს არის ხსენება ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი აი ამ ძეგლის გახსენება არის და რა თქმა უნდა შემთხვევით კი არ არის ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ თქვენ უნდა იცოდეთ ეხა მადლობა ღმერთს აქ ვინც მობრძანდით თქვენ მაინც იცოდეთ რომ რას გვახსენებს დღეს ეკლესია და რას გვახსენებს ჩვენი წინაპრები რომ ჩვენ ამ მისიის ერი ვართ და გეტყვით რომ თუ გვაქვს ეს განსასწრებელი და ეს უბედურებები თუ ხდება ჩვენ თავს ეს სწორედ ამიტომ ხდება ჩვენ გვზრდის უფალი რითი იზრდება ადამიანი რომელი უფრო ძლიერი ადამიანი გამოსთილი მის ქვაზე წისქვილის კვარო დაბრუნებულა თუ ისე რა აი დედის კალთა შეფარებული რომ მოდის რომელი უფრო ძლიერია რომელს უფრო მეტი იმუნიტეტი აქვს რა თქმა უნდა რომელიც უფრო გამოსთილია ხო აი ესე გამოვიცდები ჩვენ გამომცადენ ჩვენ უფალო და გამომახურვენ ჩვენ ვითარცა გამოიხურების ვეცხლი ხო კითხულობ ფსალმუში ხო აი ესე გვამზადებ ჩვენ და საიდუმლოდ მივდივარ ჩვენ აი ამ უდიდესი მისიისკენ და დღევანდელ დღეს ეკლესია შეგვახსენებს ამას და ჩვენ თავს უნდა შევახსენოთ რომ ჩვენ ამ მისიის ხალხი ვართ ამ მისიის ერი ვართ და ეს მოწოდება იცით აი ძველ აღთქმაში მაგალითად უფალმა ადამიანს უთხრა რომ დედაკაცისგან შობილი გიშველისო შენო მაგრამ ადამიანის შემდგომ ბევრ მამამთავარს შეახსენებდა ეს ისტორია ნახეთ როგორ იგივე ისტორია არის იოანე ზოსიმე აგერ რომელ საუკუნეში იყო მაგრამ ჩვენ ჟამითი ჟამად ეკლესია შეგვახსენებს აი ამ მოწოდებას ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენი პირველი მისია არის ის რომ ვიყოთ მართლმადიდებლები ინებებს ამას ღმერთი და მოგმადლებს ჩვენ და აღადგენს ჩვენს ენას და ჩვენს ერს რომელმაც მკვდრეთით აღადგინა ლაზარე თავისი მადლითა და წყალობითა რომლისათანა მამასა შვენის დიდება სულიწმინდით უკუნითი უკუნისამდე ამინ